ერთი კონკრეტული დღის ცხოვრება რომ უსასრულოდ შეგეძლოთ, რომელ დღეს აირჩევდით? 1993 წელს გამოდის ფილმი ზაზუნას დღე და ფაქტობრივად ახალ ჟანრს უყრის საფუძველს. ამ საკულტო ფილმის შემდეგ დღემდე ამავე შინაარსის უამრავი ფილმი გამოდის. მათგან ყველაზე სახალისო 2020 წელს გამოსული ფილმი Palm Springs-ია. მთავარი გმირი უკვე იმდენი ხანია გაჭედილი ერთ კონკრეტულ დღეში, სადაც ქორწილი იმართება, რომ ყველა დეტალი ზეპირად იცის. ყველაფერი იცვლება, როცა შემთხვევით ამავე მარკუსში პატარძლის დას ჩაითრევს. Ark 2016 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტასტიკა. წყვილი ჩაკეტილია ლაბორატორიაში, სადაც მათ ნიღბიანი პირები ესხმიან თავს. ისინი ცდილობენ გადაარჩინონ ტექნოლოგია, რომელიც დროს აკონტროლებს. ბედნიერი სიკვდილის დღე 2017 წელს გამოსული ჰორორი, კომედიის ელემენტებით, სტუდენტ გოგონას თავისი დაბადების დღის ღამეს ნიღბიანი პირი კლავს, რის შემდეგაც ის დილით ისევ იღვიძებს. ახლა გოგონას აქვს შანსი გაარკვიოს, ვინ არის მისი მკვლელი. Boss Level 2021 წელს გამოსული მზაბსიუჟეტიანი კომედია გაღვიძებისთანავე მთავარი გმირის მოკლას პროფესიონალი მკვლელები ცდილობენ. მას მისდევენ ვერტფრენებით, ჩეხავენ მაჩეტეებით, აფეთქებენ და ესვრიან. პატარა სრულყოფილი ნივთების რუკა. აქ ორი ახალგაზრდაა გაჭედილი დროის მარკუსში, რომლებიც გადაწყვეტენ შექმნან ყველა იმ პატარა ლამაზი მომენტების რუკა, რაც იმ დღეს მათ ქალაქში ხდება. Before I Fall 2017 წლის თინეიჯერული დრამა, გოგონა თანაკლასელებთან ერთად ავტოკატასტროფაში იღუპება, თუმცა დილით ისევ იღვიძებს. მალე აღმოაჩენს, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში უსასრულოდ მეორდება და ცდილობს გამოასწოროს შეცდომები, რომლებსაც მანამდე ვერ ამჩნევდა. მომავლის ზღვარზე და საწყის კოდზე აღარ გიყვებით, რადგან მგონია, რომ ყველას აქვს ნანახი, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ საუკეთესო ფილმებია ამ ჟანრში.